ზაზა, მე მინდა პირველ რიგში თქვენ როგორც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მოდებატეს გკითხოთ, ქართული ოცნება მართლა ემზადება დებატებისთვის, თუ ეს არის მორიგი შირმა, რომელიც რაღაც ტიპის დაკვეთის ხასიათსაც ატარებს და ამაზე საინტერესო სტატუსი ქონდა, სხვათა შორის გივით არ გამაძეს, რომ რაღაცა დუგინის მეთოდებით დაიწყება ჩვენს ქვეყანაში დებატი ოღონდ არა თქვენთან, ან თქვენთან ბესო, არამედ თავიანთ გამოგონილ ოპოზიციასთან, მაგალითად ნეიტრალიტეტის მსურველებთან ანა კაკაბაძესთან, ვატო შაქარიშვილთან, ხალხის ძალასთან და ასე შემდეგ. საღამოშვიდობისთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს დებატების თემა არის თავიდან ბოლომდე შემოგდებული, რა თქმა უნდა, ვინაიდან რომ ჩვენ ვილაპარაკოთ? ანუ ჩვენ რო ვილაპარაკოთ და მათ შორის იმის დაბეჭდილება რო შექმნა, რომ თითქოს მათ რაღაც თემების არ ეშინიათ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ დებატების თემის ეხლა შემოგდება ნიშნავს რას? მათ უნდათ ლეგიტიმაცია. აი წარმოიდგინეთ რა ვიცი, კუკლუქს კლანი, მაგალითად გეუბნება რომ ანუ მე თუ მოვიწვევა ქართული ოცნების წევრს, ისინი იტყვიან რომ პირველმა მათ ლეგიტიმაცია მიანიჭა, ამაზეც ვიფიქრე და რაღაცას ვამბობ ამ შემთხვევაში, ნახეთ, აი რაღაც ნაცისტური პარტია 1944 წელს, ანუ მათი საქმე გასაგებია. ანუ რა უნდა ედებატო რაღაც ნაციონალ სოციალისტური პარტიის წევრს 1944 წელს. ის უნდა დაამარცხო. ანუ მასთან სადებატო ჩვენ ოცნებასთან სადებატო აღარაფერი გვაქვს. მას შემდეგ რაც ისინი ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო. მერე დაქცინიან და იძახიან რომ კანონი ითვალისწინებსო რაღაცასო. ხო, კანონი რომელიც თვითონ მიიღეს დაჩქარებული წესით, ყოველგვარი განხილვის გარეშე, ყოველგვარი კრიტიკული აზრის გარეშე. ანუ ესენი ხო კანონებს ეგრე იღებენ, ეს ხო ჩვეულებრივი სახელმწიფო არ არის, სადაც კანონები მართლა რაღაცას ნიშნავს. აი, ტროტუარზე დგომის გამო არ დაგვიჭერიაო დღეს შინაგან ცინიზმიც ეხა მაგაჩიც არ შევიდეთ. აი, ამაში რომ შევიდეთ უკვე მათ ტერიტორიაზე ყოფნა, ხო? არ მახსოვს ის დინარაძე იყო, რომელიც ამბობდა რომ ჩვენ აი ამ პროტესტის განმავლობაშიო იდეებს გვაძლევენო ეს ადამიანებიო, რომ რაც არ მოგწონსო, კანონად ვაქცევთ და გძალავთო, ხო? თვითონ თქვეს ეს. ანუ კანონები არის ის, რაც მათ უნდათ. შესაბამისად, კანონზე აპელირება იმთავითო უადგილოა, იმიტომ რომ ხა, რა ვიცი, რაც აი ერთ პარტიას თუ ერთ ხედავთ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ბოდიში გზაზე მივიდა რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგანან, სხვათა შორის იქ ადამიანები და არის გამორიცხული გიორგი ვაშაძე, რომელსაც კიდევ ერთი პატიმრობით ემუქრებიან 15 წლიანი მუხლით. ტროტუარზე დგომისთვის კიდევ ერთხელ. ანუ საუბარი რაზეა? ადამიანს რომელსაც დებატი განცხადება იქნება შემოგვიყვება. ის თავის ოპონენტებს აი ხელოვნური კანონებით არ იჭერს, რაღაც ღალატის კომისიაზე არ მისვლის გამო ციხეში არ კეტავს. თან რა ხალხზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ხო? 2000 რომელი წელი იყო? 11 წელი იყო ვოლიერებით რო გაავსეს რუსთაველი და ცარიელი ვოლიერებით რო ყარდა იქაურობა კიდე რაღაც პერიოდი, ისინი რისთვის იბრძოდნენ? მათ ვინმე მიეკარა, ვინმე დააჯარიმა, ვინმე დაიჭირა, არა, ხო? და ეს ის ხალხია, აი მაშინ რომ იდეალისტებად მოქონდა თავი, მაშინ რომ სამართლიანობისთვის და კანონიერებისთვის მებრძოლებად მოქონდა თავი, იგივე ხალხია. ან მათი სულიერი და პოლიტიკური შვილები არიან, რომლებიც დღეს ადამიანებს იჭერენ უბრალოდ პატრიოტიზმისთვის, უბრალოდ და ესენი გვეუბნება რომ დებატები გვინდა. ეხლა ნახე, დებატებს რაც შეეხება მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში ვიზახდი, დღესაც ვამბობ, გახსენეთ იმედი. ხო, ამ იმედზე ნაძეჟდა სინამდვილეში, ხო? რაღაც რუსული რეალობა რო აქვს შექმნილი. გაბედეთ, ხო? ის ადამიანები, ვისაც აშავებთ, ვისაც ქარდებს დებთ, ვისაც რაღაც ბინძურ სიუჟეტებს ამზადებთ. ის ხალხი ეს ბოლოს იმედზე რო 2018 წელს და ძალიან ინანეს. არასდროს. შეიძლება 17, ხო, ანუ 18 წელი იყო და მახსოვს ძალიან ინანეს, იმიტომ რომ იქ ვერც ერთი პროპაგანდისტული გზავნილი იმ ეთერში ვერ გაჟღერდა, იმიტომ რომ აღიკვეთა მათივე კონკრეტული ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთად სტუდიაში. რამდენიმე ადამიანი იყო კიდე მახსოვს, იქ იყო კობერიძე იყო მაშინ მგონი ასეთ დეპუტატი ყავდა ოცნებას. ლევანი? ხო, ჟურნალისტის მეუღლეა როგორც მახსოვს და წამყვანი იყო დღესაც არის იმედზე. ეს რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იმას ვამბობ, რომ მაშინ ვერც ერთი პროპაგანდისტული გზავნილი ანუ ვერ გაჟღერდა რა, ვერ გაიხარა, ხო? შესაბამისად, ძალიან მალე, აი მე მახსოვს 2018 წლიდან ძალიან მალევე იმედი დაიხურა. ანუ შეიძლება ერთ-ერთი ბოლო ეთერი იყო, სადაც მე ვიყავი, ხო? იმიტომ რომ არ უნდათ, რა ვიცი, ჰაკიმ ფაშა ახსენო, არ უნდათ, სამარჩო კუტაევი ახსენო, არ უნდა, ბერა სტუდიაში გადაღებული ის რაღაც ჯიჰადის ვიდეოები რო ითქვა, რომ იქ არის გადაღებულიო და მე რა აი ეს ყველაფერი არ უნდა რომ ილაპარაკო ბარბარე რაფალიანზე, არ უნდა ილაპარაკო ბედუკაძეზე, არ უნდა ილაპარაკო ეროსიკი წმარიშვილზე, არ უნდა ილაპარაკო თათუხაშვილზე, კოდორი 2007 წლის ბიჭებზე და რაზე ფასებზე ვილაპარაკოთ? რას იძახიან ამ ფასების ამბით? ეხლა რომ იცი რა, მე რო შენ 5 ლარით გძარცვავდი, ეხლა 4 ლარით
გაგძარცვა და მადლიერი იყავი? თუ ფასების შემცირება უნდათ, მაშინ მოდი რა ვქნათ, დავიწყოთ იმითი, რომ იუსტიციის სახში, მომსახურების სააგენტოში რო გაასამაგეს სერვისები გასცემს. ეს ხო დისტრიბუტორებზე არის დამოკიდებული, ხო? ეს ხო არ არის მიბმული იმაზე, რა ქვია, მაღაზიებზე. დააბრუნონ იქ, სადაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. დააბრუნონ. აი თუნდაც ჯარიმები, ისტორია რო გავიხსენოთ, ხო? 25 მილიონი ჯარიმა გადაიხადა სახელმწიფომ. რა ვიცი, 250 ლარით რომ აჯარიმებდნენ იმისთვის, რომ არასწორად დავაპარკინგე, ახლა მე მგონი საერთოდ ხო, ანუ რაზე უნდა ვედებატო, რომ ისა რა ქვია, გელაძე ვიდებატოთ გელაძე, ვიდებატოთ საყდრის საფეთქებაზე. ხო, ანუ რატო ვიძახი, ესენი არიან უკვე იმ ეტაპზე, როდესაც ამათთან დებატი უკვე ამათი რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციაა, ხო? ანუ ესენი დღეს აპრიორი მიუღებლები არიან, ვინაიდან მათ ყველა შანსი არამხოლოდ არ გამოიყენეს, შეგნებულად ჩაჩეხეს დებატების შანსებით, საქართველოს მომავალიც. ანუ რა ვიცი, ზახაროვა გამოდის დღეს და იძახის, აქებს დღეს მარია ზახაროვა, ოკუპანტი სახელმწიფო სპიკერი გამოდის და აქებს ამათ, რა უნდა ვედებატოთ ამათ? ოკუპანტი რატომ გაქებს, რომ მე მითხოს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ანუ დავაკონკრეტო, ზაზა, თუ მართლა დებატების შესაძლებლობას გახსნიან, თქვათ, მოვიდნენ ოპოზიციურ არხებზე, ან თქვენ მიგიწვიან პროპაგანდისტულ არხებზე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, როგორც ზურაბ ხოჯაფარიძე, მეც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ მზად ვარ, რომ სადაც შევხვდები, მათ დავამუწინო პირ. ყავთ ვინმე ვისთანაც გინდათ საუბარი. ეხლა ნუ ავიცი, მეებთან რა ქვია, ვიღაც მულთან არ მინდა და არავის არ გაუყადრებ თავს, მაგრამ ნუ ვინმეს თუ რავე, ანუ აზრიანი გადაწყვეტილების მიღებით არ ვიცი, სინამდვილეში ეგეთი ერთია, რომელიც იმალება აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ვის უნდა ედებატო, ეგეც თემაა, ხო? იცი, აივანიშვილზე დიდი კონკურენცია. ხან მაჭარაშვილს გამოაგორებენ და ხან ვიღაც მახაშვილს, ანუ აი ადამიანები, რომელსაც არც პოლიტიკური ბიოგრაფია გააჩნიათ, არც პოლიტიკური წონა გააჩნიათ, აი ვიღაცამ დასვა ამ თანამდებობაზე და ვიღაცა გააკრობს ამ თანამდებობიდან. ამებს რა უნდა ელაპარაკო, ხო? აი გახარიას პარტიას მაგალითად აქვს მოსაზრება, რომ თავისივე მოიდვანზე მოუვუგებთ და შევალთ ამ დებატებშიო ქართულ ოცნებასა. არა, ვიმეორებ, ხა ეს მართლა დებატების თემა რო იყოს, წლები ამას ვითხოვთ ჩვენ. ამ დებატებში არათუ არ გვეშინია. დაგვიმარცხებია, დავამარცხებ და დავამარცხებ, ვამარცხებ და დავამარცხებ მომავალში. უბრალოდ მთელი ოცნება იმაზე დგას, აი ოცნების მთელი პოლიტიკური დნმ იმაზე დგას, რომ არ მოგცეს საშუალება, რომ შენ ელაპარაკო, რაზე ველაპარაკოთ, ორგანოებით ვაჭრობაზე, რომელსაც, რა ვიცი, ბესელიები და ვიღაცები ავრცელებდნენ, რომ თურმე პირველედი ორგანოებით ვაჭრობდა, თუ იმაზე ველაპარაკოთ, რომ ეს ახალაიას მგელი ყავდა აივანზე და აქედან გამომდინარე იყო ცუდი თუ ანუ ამაზე დგანან. ეს არის ოცნება. და ესენი გვეუბნებიან დღეს, რომ ჩვენ რო დავასრულეთო დებატებიო, ჩავკე ჩვენ ხალხს აუძლებთ თქვენთან მოსვლა და ჩვენ რო თქვენთან არ მოვდივართო, ჩვენთან არ გიწევთო და რა ქვია, ეს ყველა ხალხი რო ციხეში გამოკეტეთო, ეხა მოდი ვიდებატოთ. ეს არის სუფთა საბჭოთა რუსული კგბ-შნიკური, FSB-შნიკური სტილის არამხოლოდ შეურაცხყოფა ჩვენი ყველა მოქალაქის, არამედ ცინიზმია, ხო? აცინვა. ბატონო. არ შეიძლება რომ არ ჩავერთო რა. ხოცები მოვიდან იმ დანაპირებით, რომ 1 ლიტრი ბენზინში ფასიო 1 ლარიო არის ნაციონალური მოძრაობისა, ხო? აქედან დავიწყოთ. ანუ ეს ხალხი გვეუბნება მედებატეო. მათი ოფიციალური პოზიცია იყო, აი, ყველგან ამას ამბობდნენ, რომ 1 ლარი, იმიტომ 1 ლარი ნაკლები უნდა იყოს, ხო? 13 წელი გავიდა. 13 წელი გავიდა. ბატონო ზაზა, მაშინაც იყვნენ აფერისტები და დღესაც არიან. ამას ვამბობ. აი, უკვე აქ სამართლებრივი საკითხები დგება ძალიან ღიად. ესე იგი, ბიზნესი თანახმა ხელისუფლება მას მოექცეს უკანონოდ, ოღონდ კი მისცეს უფლება მცირე მოგება მაინც დარჩეს მას. ნუ ბიზნესი თავისუფლად სუნთქვის პოლიტიკას ეხება ახლა უკვე. ეს ყველაფერი ზაზა, თქვენ როგორ უყურებთ ამ ფასებზე საუბრის დაწყების შირმას, ასე ვთქვათ და არის თუ არა ამ ყველაფრის ერთ-ერთი სათავე არა მხოლოდ დემოკრატიის მარცხში, არამედ გაყალბებულ არჩევნებში, მიტაცებულ ხელისუფლებაში და აი აქ მინდა ასევე ფასებთან ერთად წავიდეთ იმაზე, რაც დღეს დაიწყო სტრასბურგის სასამართლოში 2024 წლის 26 არჩევნების განხილვის საკითხი საყოველთაობის დარღვევასთან, გაჟონილ მელანთან, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჯერ შემცირებასა და მერე წართმევასთან დაკავშირებით და როგორ ხედავთ ამ საკითხს ზოგადად? ხო, თეა, მოდი ბოლოდან დავიწყებ. ჩვენ სტრასბურგი აქ გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ის ბოლო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ხო?
სტრასბურგში ჯერ კიდევ არის ლადო ჭანტურია, ის რას და როგორ ალაგებს ჩვენ არ ვიცით. ანუ ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ხა ჩვენ ვის თქვა, რა ვიცი, რუსთავი ორი საქმე გავიხსენოთ, ჩვენ თვითონ ხედავდით რა ხდებოდა პირველ ინსტანციაში, მეორე ინსტანციაში, მესამე ინსტანციაში და გამოკეტეს და ეხა და მე სტრასბურგში დაალაგდა ეს საქმე ისე რომ ვითომ რაღაც დეტალებში არ ყოფილა და არ ეხა ჩვენ ხედავთ. და რუსთავი ორის მიტაცებით და გახდა ამ ქვეყნის მიტაცების. კი ბატონო, რუსთავი ორის მიტაცება იყო NTV-ს кейსი ივანიშვილის რეჟიმის, ხო? ხა არ გვჭირდება ჩვენ სტრასბურგი იმისთვის, რომ დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებთან დაკავშირებული ეს სამართლებრივი ნიუანსი ძალიან დიდ პატივს ვინც ეს დაიწყო და ვინც ამას ბოლომდე მიყვება, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში ვამბობ, ამას მტკიცებულება პოლიტიკური არ ჭირდება. ეხლა რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე არიან ბიზნესმენები, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, არიან ბიზნესმენები, რომელსაც დიდ პატივს ვერ ვცემ მათი მოქალაქეობრივი თუ ანუ რაღაც მონური. ხო, უარყოფითი პოზიციის გამო, მავნებლური პოზიციის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერავის ვერ გავამტყუნებ, არა მხოლოდ იმიტომ, რაც ბატონმა ბერსომ თქვა, რომ აი თან ერთი ხელით ელაპარაკებიან და მეორე ხელით სუსი შეყავთ მათ კომპანიებში. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში აღდგა შეკვეთილი მკვლელობები. საქართველოში ბოლო წლებში რამდენიმე ბიზნესმენი მოკლეს, ისე რომ ეს საქმე არ გამოძიებულა. დავასახელო, ვიცით ყველამ, ხო? რამდენიმე ბიზნესმენმა თავი მოიკლა, ისე რომ ეს საქმე არ გამოძიებულა წყალებში, ხო? ანუ რა ვიცი, აი იქ რო შედის ვიღაც სხვილი ბიზნესმენი, შეიძლება ფიქრობს, რა ვიცი, ახლა რომ მიპოვონ ერთ კვირაში სადღაც, ან ვიღაც ჩამისაფრთხე, სადაც კამერა არ არის, ან რა ვიცი, ჩავიდე სარდაფში, მანქანა დავქოქო, ღვედი გადავიჭირო, შუქი ავანთო, კამერა შევატრიალო და მე ხო აი და ამას გააფორმებე როგორც თვითმკვლელობას, ხო? ეხლა ამათთან არის დებატებზე საუბარი? შესაბამისად, ის ახლა ჩვენ ვიმსჯელოთ, რომ ბიზნესმენები ამას რაღაც რაციონალურ ჭრილში ატარებენ. არა, ზურგის ტვინის დონეზე ამათმა იციან, რომ ანასე მოიქცევი. ან ციხეში წახვალ კი არა, შეიძლება მკვდარი გიპოვონ სადღაც. ან ზოგიერთ ბიზნესმენს შეიძლება აეროპორტში იარაღი უპოვონ. კი ბატონო, და ასეთი რა ვიცი, ათეულობით შემთხვევაა, რაზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ეს ბევრად უფრო სენსიტიური თემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის, რა ვიცი, ჩვეულებრივი ახლა სტალინი მახსოვს ეს სტალინის ის იყო, ხო, ეს სტალინმა სტალინზე იყო, არ არიცოდა რა, აი ომის მერე ყოველ წელს აიაფებდა ფასებს, ხალხზე ზრუნავდა. ცოტა ის სტალინური თემაა, ხო, ხალხზე ზრუნავ. ესენ ვიმეორებ, ხალხზე ზრუნავთ, ის დააბრუნეთ ის მოსაკრებლები იმოდენობითაც იყო წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სახში, რომელიც წინა ხელისუფლებამ გახსნა. თქვენ რო გაასამაგეთ, ისე რომ თან გააუარესეთ მომსახურების ხარისხი. რო გააჯერეთ იქაურობა თქვენი ნათესავებით, ახლობლებით, არაკომპეტენტური ადამიანებით, ხო? აი სამჯერ ხო გაწვირდა. ისევ გააიაფეთ. ეს ხო არ არის დისტრიბუციაზე მიმული. ზრუნავთ ხალხზე, ამითი დაიწყეთ. ზრუნავთ ხალხზე 5000 ლარიანი ჯარიმები, აი ხა რა ჩვენ მყავს, მე მყავს მეგობრები მაგალითად, ეს სკოლის მოსწავლეა, ჩემი ერთი მეგობრის უმცროსი ძმა, რომელიც 2 წლის წინ დააჯარიმეს 2500 ლარით. აი იმიტომ რომ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. რას ეუნება სახელმწიფო, ეს რო ჩვენი სახელმწიფო იყოს, ხო გასაგებია, 100 არ მოიქცევთ. ანუ დამყრობელი რას ეუნება ამით, ანუ ფორმალურად სახელმწიფო. ანუ რას ეუნება აი ბავშვს ახალგაზრდას, რომელსაც სამსახური არ აქვს. ჯერ განათლებაც არ მიუღია ბოლომდე, ხო ვერ ეკნებ, ანუ რა უნდა ქნას ესეთმა ადამიანმა? ვალები დაიდოს, მოიპაროს, აი რა უნდა ქნას? ხო? ესენი გვეუბნებიან, რომ ხალხზე ზრუნავთ. ესენი გვეუბნებიან მე დებატეო. ვიმეორებ, ამათთან დებატების ჯერ ერთი რომ არავის არ ეშინია, არათუ არ ეშინია, არამედ ამდენი წელია ვითხოვდით, მაგრამ დღეს ისინი იმ სტადიაზე არიან, როცა ისინი დებატებით ვეღარ გამოიწყიდიან იმ დანაშაულებს, რომლებიც უკვე ჩადენილი აქვთ. ბიძინა ივანიშვილი არის ამ მდგომარეობაში ზაზა შათირიშვილის წერილის დასკვნა, რის შესაძლებლობას გაძლევთ. არის იმ მდგომარეობაში, რომ ის წავიდეს სიტუაციის ნორმალიზებისკენ, არა იმ სისტემის ჩაბეტონების მეთოდებით, რაც ახლა არის, არამედ აი რაღაც მართლა გახსნას სადებატო სივრცე, დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, გამოუშვას პოლიტპატიმრების ინდისის პატიმრები, ჩანიშნოს დემოკრატიული არჩევნები. რა კითხვებიც დაისვა იმ წერილში, ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის კითხვებია. რისი იმედი აქვს მას? ისე ჩანდა თითქოს რუსეთის იმედიც კი აღარ დარჩა. მაშინ რისი იმედი აქვს? ისევ შიშის ჩვენი, რომ არ გამოვალთ, შევიკეტებით, შეგვეშინდება, ვაჩუქებთ მე მაგ დასკვნას
იმას ვერ დავეთანხმები, რომ რუსეთს იმედი არ დარჩა, ვინაიდან თუ შეგინიშნავთ, აი იგივე სოციალურ ქსელებში ქოც-ტროლის ყველა კომენტარი იწყება იმის მტკიცებით, რომ მე არც ქოცები მომწონს. ანუ ის რომ მას არც ქოცი, არც ნაცი. ხო, მას რომ არც რუსეთი მოსწონს, ის მის მთავარი ალიბია, ხო? არც რუსეთი მოსწონს კი არა, ბიზნეს ივანიშვილი რუსეთის გარეშე არ არსებობს პოლიტიკური თვალსაზრისით. ის წერილი ძალიან საინტერესო ერთი ნიუანსი მინდა გამოვყო იმ წერილიდან, რომელზეც მე მგონი არავის გაუმახვილებია ყურადღება. ნუ ხა გასაგებია Deep State-ზე რო საუბრობს, მაგრამ ერთი ადგილი იყო, სადაც ამბობს, რომ Deep State-იო, რომელიც მართავსო ტრამპსო, ტრამპის ხელითო ასამარებს თუ ასუსტებს ევროპას, რომელსაც ასევე მართავს Deep State-იო. ანუ კონტრავერსიული. ამათ რა უნდა ედებატოთ, ხო ესენი საკუთარ ანუ არ ვიცი ვინ ყავთ რა ყავთ, ანუ ამათ საერთოდ ბოლომდე twins ურეცხავენ ადამიანებს. რაღაც ფსიქოლოგიურ იმას რა ქვია ექსპერიმენტს ატარებენ ადამიანებზე, რომ არ ვიცი, რაღაც დააჯერონ, რაც საერთოდ არაფერში არ ჯდება, ხო? იმიტომ ვიძახი, რომ ივანიშვილის დღეს ბოლო იმედი არის ის, რომ რუსეთი გაიმარჯვებს იმ ომში, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. სინამდვილეში ის იმიტომ ვერ ლაგდება ამერიკასთან, ეს უნდა გავიმეორო, მithქვამს და კიდევ ვიტყვი. იმიტომ ვერ ლაგდება ამერიკასთან, ის დამოუკიდებელი ავტორიტარიც კი არ არის. დამოუკიდებელი ავტორიტარები ამერიკასთან ტრამპთან დალაგდნენ. იგივე ლუკაშენკომ რაღაცეები გამოივაჭრა, გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ნაწილი და რაღაცეები გამოივაჭრა და ამას არსად არ ეძახიან. არც დავოში არ ეძახიან, არც მის ხალხს აღარ ეძახიან, არც იმ მშვიდობის ფორმატში არ ეძახიან. იმიტომ რომ კაცის კაცი რა საჭიროა თუ ის კაცი ყავს უკვე მიწვევს. აბსოლუტურად გეთანხმებით.